წარმოგიდგებით, მე გახლავართ რევაზ მომლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის ნომერ მე-7 საჯარო სკოლის მათემატიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ინტელის პროექტი რობოტების გეომეტრია. მოსწავლეები ეს პროექტი იყო ინტეგრირებული მათემატიკასა და კომპიუტერულ ტექნოლოგიებში და მე ამ ეტაპზე გავაკეთებ აქცენტს კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილზე შესრულებულ აქტივობებზე. პროექტის მოკლე აღწერა შემდეგია. მოსწავლეები გამოიყენებენ ბლოკურ პროგრამირებას, რათა დაგეგმონ მოქმედებების სერია ვირტუალური რობოტისთვის გეომეტრიული ფორმების გამოსაკვეთად. საგანი, როგორც მოგეხსენებათ, კომპიუტერული ტექნოლოგიები, მიმართულება კომპიუტერული ტექნოლოგიები, სამიზნეცნება ალგორითმი, პროგრამული კოდი. საკითხი, ჩადგმული პირობითი ოპერატორების ციკლების ჩადგმული ციკლების არითმეტიკული ოპერატორების, ლოგიკური ოპერატორების და ცვლადების გამოყენება. სასწავლო მიზნები. მოსწავლეებს შეეძლებათ ინსტრუქციების ნაკრების დაწერა გეომეტრიული ფორმების თვისებების საჩვენებლად, ვირტუალური რობოტის დაპროგრამება გეომეტრიული ფორმის გამოსახვის მიზნის ინსტრუქციების წყების მეშვეობით. საკვანძო კითხვები, რა არის რობოტიკა, რა უნდა გააკეთოთ რობოტების ასამოძრავებლად. ძალიან დაინტერესდნენ მოსწავლეები, აი ამ თემით მინდა გითხრათ, ეს პროექტი განვახორციელე Scratch-ის საშუალებით. მოსწავლეებმა იმსჯელეს, როგორ შეიძლება მოხდეს რეალურ სამყაროში რობოტების გამოყენება. რობოტების დაპროგრამება შესაძლებელია ადამიანების დასახმარებლად სხვადასხვა ამოცანების შესრულებაში. რობოტიკა შეიძლება გამოყენებული იქნას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ჯანდაცვაში, წარმოებასა და კვების მრეწველობაში. მოსწავლეებს მრავალმხრივ ინტერესი გაუჩნდათ, მინდა გითხრათ ამ პროექტის დასრულების შემდეგ. მოსწავლეებს უნდა წარმოედგინათ Scratch-ში შემდეგი დავალება. ვირტუალური რობოტის, ამ ეტაპზე ამჯერად კალმის საშუალებით მოძრაობის პროგრამირების ალგორითმის შედგენა, მისი საშუალებით გეომეტრიული ფორმების შედგენა, შესაბამისი კოდის დაწერა. ვირტუალური რობოტის მოძრაობის შემოწმება გეომეტრიული ფორმების შედგენის დროს. უნდა დაეწერათ მათ კოდი გეომეტრიული ფიგურების დასახაზად და შემდეგ უნდა დაეტესტათ ეს რამდენად სწორად მუშაობდა მათი კოდი. პირველ რიგში უნდა გაეხსნათ Scratch-ის პროგრამა, უნდა დაეწერათ კოდი შესაბამისად ინსტრუქციების ნაკრები რობოტის ასამოძრავებლად და შემდეგ უნდა დაეტესტათ მათი მოძრაობა, რამდენად სწორად ჰქონდათ კოდი შედგენილი. გეომეტრიული ფორმების შექმნა უნდა მოეხდინათ გეომეტრიული ფორმების შექმნა, შემდეგ დავალებაში დაეპროგრამებინათ ეს რობოტი ამ ეტაპზე კონკრეტულად ფანქარი, დაეხაზათ რამდენიმე გეომეტრიული ფორმა. ეს დავალება უნდა შეესრულებინათ წყვილებში, შეეცვლოთ ცხრილი, სადაც იყო ჩამოთვლილი გეომეტრიული ფორმები და თვითონაც შეეძლოთ კიდევ ჩაეწერათ, რომელი გეომეტრიული ფორმის დახაზვა სურდათ და შემდეგ განესაზღვრათ თვისებები. აქ აუცილებელი იყო თითოეული გეომეტრიული ფორმის კვადრატის, მართკუთხედის, სამკუთხედის და ასე შემდეგ, აი ამ ფიგურების დახაზვის დროს განესაზღვრათ ფანქრის მობრუნების კუთხე. და ეს კავშირში იყო გარე კუთხესთან, მოსწავლეებმა მათემატიკის გაკვეთილზე გაიმეორეს აი ამ მრავალკუთხედების თვისებები, ასევე მათ შორის გარე კუთხის განსაზღვრაც და აქედან გამომდინარე უნდა შევსვათ აი ეს ცხრილი. აქ იყო ჩამოთვლილი ასევე რა თვისება ჰქონდა თითოეულ ამ ფიგურას და რა იყო მათ დასახაზად საჭირო. ახლა როგორ შეასრულეს ეს დავალება. წყვილებში უნდა ჩამოითვალათ ნაბიჯები, რომელსაც გადადგამდნენ იმისათვის, რომ რობოტი აამოძრაონ კვადრატის გვერდების გასწვრივ. იცით, რომ შეგიძლიათ რობოტს დაახაზინოთ ხაზები მოძრაობისას, ამისათვის გახსენით პროგრამა Scratch-ი და დააწკაპუნეთ ღილაკზე შექმნა.
შეარჩიეთ პროექტის სახელი და შეინახეთ. დააწკაპუნეთ ღილაკს პლუსი ქვედა მარჯვენა კუთხეში და დაამატეთ კალმის მენიუ. ჩასვით სპრაიტი კალამი, სპრაიტის მენიუდან, დაამატეთ ფონი შესაბამისი მენიუდან, შემდეგ დაამატეთ სხვადასხვა ნაბიჯები, რათა თქვენი რობოტი გადაადგილდეს კვადრატულად და დახაზოს კვადრატი. შემდეგ კი სცადეთ დაახაზინოთ თქვენს რობოტს სხვა გეომეტრიული ფორმებით და ამ დავალების შესასრულებლად მოსწავლეებს ეძლეოდათ 30 წუთი. დაასახელეთ ორი რამ, რაც გაკვეთილის ბოლოს უნდა ემსჯელოთ, ესაუბრათ, დაესახელებინათ ორი რამ, რაც კარგად გააკეთეს ამ პროექტის შესრულების დროს, აქტივობის შესრულების დროს, დაასახელეთ ერთი რამ, რისი გაუმჯობესებაც სურდათ და დაესახელებინათ ერთი აქტივობა, რომელიც სურდათ შეესრულებინათ სკრეჩის საშუალებით. ასევე წარმოგიდგენთ შეფასების რუბრიკას, რომლის საშუალებითაც უნდა შეფასებულიყო პროექტი. აქ ყურადღება ექცეოდა მათ დიზაინერულ აზროვნებას და მანქანურ სწავლებას. ასევე უნდა განეხორციელებინათ პროგრამის წერა, როგორც მოგახსენეთ და დაეტესტათ, რამდენად სწორად ჰქონდათ კოდი შედგენილი. წარმოგიდგენთ მოსწავლეთა ნამუშევრებს, რომლებიც დიდი ინტერესით შეასრულეს მინდა გითხრათ. აქ მაქვს მხოლოდ ორი ნამუშევარი წარმოდგენილი და ასევე მაქვს წარმოდგენილი ნამუშევრები, რომლებიც პროექტის დასრულების შემდგომ წარმოადგინეს, გაუჩნდათ იდეა, რომ რატომაც არა, რატომ მაინც და მაინც გეომეტრიული ფიგურები, ან ფიგურების დახაზვა შეესრულებინათ კიდევ უფრო მეტი რთული დავალებები. ძალიან დიდი ინტერესი გაუჩნდათ და ასევე გაუჩნდათ ინტერესი, რომ დახმარებოდნენ როგორღაც, თქვათ, იდეები წამოვიდა, რამდენიმე სხვადასხვა პროექტი განეხორციელებინა, თქვათ, თუნდაც პატარებს დახმარებოდნენ, იგივე სამკუთხედის პერიმეტრის ან მართკუთხედის პერიმეტრის გამოთვლაში, სავარჯიშოში გაეკეთებინათ პატარებისთვის, ან კიდევ, თქვათ, რესურსი გააკეთეს პირველ კლასელთათვის, თამაშიც გააკეთეს და ძალიან ბევრი იდეა წამოვიდა და რამდენიმე მათგანს გაჩვენებთ ახლა, რის საშუალებასაც მოგცემს ჩვენ კონფერენციის ფორმატი. ნახე, აქ გვაქვს წარმოდგენილი ერთ-ერთი მოსწავლის შესრულებული დავალება და გავუშვებ ახლა. დახაზეს მრავალკუთხედები. აქაც პროგრამული კოდი წარმოდგენილი მოსწავლის მიერ. ტოლფერდა სამკუთხედი დახაზეს. გავადიდებ ეკრანს. 4 კუთხედები დახაზეს. სხვადასხვა გვერდა პარალელოგრამი. ტრაპეციაც. მართკუთხედი. ექვსკუთხედი. და გაუჩნდათ იდეა ზოგიერთ მათგანს წრეც დაეხაზათ. ასევე წარმოგიდგენთ მომდევნო ნამუშევარს. და განმარტებებსაც ურთავდნენ, როგორ დაეხაზათ მრავალკუთხედები. შემდეგ ერთ-ერთ მოსწავლეს გაუჩნდა იდეა, რომ გაეკეთებინათ სავარჯიშო სამკუთხედის პერიმეტრის გამოთვლაზე. უნდა შეიყვანათ სახელი. ხსნის შემდეგ ვისწავლოთ სამკუთხედის პერიმეტრის გამოთვლა.
თანხულები ეწერება, შეიყვანეთ გვერდების სიგრძეები, თქვათ, ერთი გვერდის სიგრძე, მეორე გვერდის სიგრძე, მესამე გვერდის სიგრძე და უნდა შეეტანოთ აი ხომ უნდა შეიტანოს მოსწავლემ პერიმეტრი. ანუ ეს არის სავარჯიშო პატარა მოსწავლეებისთვის, ასე რომ ვთქვათ, რომ ივარჯიშონ მათემატიკაში სამკუთხედის პერიმეტრის გამოთვლაზე. ეხლა თუ სწორად დაწერენ პერიმეტრის მნიშვნელობას, მაგალითად პროგრამა დაუწერს, რომ პასუხი სწორია და დააგროვა 2 ქულა, შემდეგ აი ცვლადების გამოყენებაზეა ემატება, ეწერება 2 ქულა მოსწავლეს. თუ შემდეგ უკვე გადაყავს ასრულებს შემდეგ დავალებას. და თუ არასწორ პასუხს შეიყვანს ამ შემთხვევაში 40 უწევს რომ პასუხი არასწორია და სცადოს თავიდან და სამჯერ თუ შეეშალა თქვათ მოსწავლეს და დაწერა არასწორი პასუხი, ამის შემდეგ უკვე უბნება რომ სთხოვე დახმარება მასწავლებელს და ისწავლოს უკეთესად პერიმეტრის გამოთვლა. მოკლედ ეს მთლიან მოსწავლის მოფიქრებული დავალებაა და ძალიან დიდი ინტერესით ასრულებდა ამ დავალებას გაკვეთილზე სხვათა შორის. ერთ-ერთმა მოსწავლემ შეასრულა კიდევ აი ასეთი სავარჯიშო, აღარ გავუშვებ ახლა პროგრამას, მართკუთხედის პერიმეტრისა და ფართობის გამოთვლაზე ავარჯიშებს მოსწავლეს. ასევე აქვს შესრულებული ერთ-ერთ სავარჯიშო მათემატიკაში და ეს სავარჯიშო გააკეთა თვითონ პირველი კლასის მოსწავლეებისთვის, რომ ივარჯიშონ, აქაც სახელის შეყვანას ითხოვს პროგრამა. და იწყება თამაში. უნდა დაწეროს პასუხი, ვთქვათ, სწორი პასუხი. თუ დაწერა არასწორი პასუხი, სწორ პასუხზე აგროვებს ქულას, არასწორ პასუხზე აკლდება ქულა. მაგალითად შეიყვანა და აკლდება 1 ქულა. და ასე გაგრძელდება თამაში, რაღაც გარკვეულ 20 ქულას თუ მიაღწევს, შემდეგ უკვე მთავრდება თამაში. ერთ-ერთმა მოსწავლემ პროექტის ფარგლებში მე მივეცი მათ საშუალება შემდგომ აი წეღან წაგიკითხეთ, ჰქონდათ საშუალება რომ ეფიქრათ კიდევ რისი განხორციელება სურდათ, თქვათ, რობოტების დაპროგრამების კუთხით და აი ამ დროს თამაშები. ეს იყო თამაში სისწრაფეზე, ესეც მათემატიკაში, რაღაცატო მათემატიკაში ძალიან ბევრი სავარჯიშო გამოვიდათ. უფრო მეტი ინტერესი გამოიჩინეს ამ კუთხით. და აქ უკვე სისწრაფეზე იყო, სწრაფად უნდა ეპასუხათ. დავალებ თუ აქაც შინაარსი იგივე იყო, თუ სწორ პასუხს ჩაწერდნენ, დაემატებოდა ქულები, თუ არასწორ პასუხს და რაღაც გარკვეული დრო ამითითებული იმ დროში უნდა ჩაეტიოს და რამდენ ქულას დააგროვებენ შესაბამისად. ასევე მოსწავლეს ჰქონდა გაკეთებული, ერთ-ერთმა მოსწავლემ გააკეთა თამაში, ბურთის დაჭერა. აი ბურთი თუ დაეცემა იმ მწვანე ფირფიტას ეწერება ქულები, თქვათ, ვერ დაეცა, მაშინ დასრულდება თამაში. ეხლა კი მინდა წარმოგიდგინოთ შეფასება. მოვახდინე რამდენიმე მოსწავლის შეფასება, ზოგიერთი იყო აბსტრაქტულ დონეზე, ზოგიერთი მიმართებით დონეზე. მხოლოდ ერთი მოსწავლის შეფასება იყო შედარებით დაბალი დონის. წაგიკითხავთ ახლა აღწერილობას. მოსწავლეს ესმის განსახილველი საკითხის არსი, შეძლო პროგრამულ უზრუნველყოფასთან დამოუკიდებლად მუშაობა. ეს არის შეფასება სოულ ტაქსონომიის მიხედვით.
დამოუკიდებლად მუშაობა შეძლო პროექტის ფარგლებში მასწავლებლის მიერ მიცემული დავალებების შესრულება, იცის რა სარგებელი შეუძლია მოუტანოს რობოტმა ადამიანებს, მაგრამ ვერ მოახდინა მათი განზოგადება. კერძოდ გაუჭირდა სხვა ცხოვრებისეული ამოცანის გადაჭრა საკუთარი დამოუკიდებელი იდეების საფუძველზე. საჭირო იყო გარკვეული მხარდაჭერა პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციების ნავიგაციისთვის. ტესტირება შესაძლებელი იყო კოდის მხოლოდ ნაწილისთვის. ახლა რჩევა, რომელიც მივეცი აი ამ მოსწავლეს. კარგია, შენ გესმის განსახილველი საკითხის არსი, გაიაზრე დავალების პირობა, შესანიშნავად დაწერე იმ დავალების შესაბამისი კოდი, რომელიც მოცემული იყო პროექტში და მოახდინე მისი ტესტირება. მსჯელობ ლოგიკურად, თუმცა მეტი უნდა იმუშაო პროგრამაში, რათა უფრო გაგიმარტივდეს შენი ან სხვისი იდეის შესაბამისი კოდის დაწერა. უკეთ მოახდინო პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციების ნავიგაცია და მისი ტესტირება. ხოლო მოსწავლის ნამუშევარი, რომელიც შეფასდა აბსტრაქტულ დონეზე, იყო შემდეგი. მოსწავლეს ესმის განსახილველი საკითხის არსი, შეძლო პროგრამულ უზრუნველყოფასთან დამოუკიდებლად მუშაობა, ინსტრუქციები კარგად აქვს დაგეგმილი და მომხმარებელს შეუძლია დატესტოს ვირტუალური რობოტის მოძრაობა. სიღრმისეულად აქვს გააზრებული რობოტების მუშაობის პრინციპი და მათი დანიშნულება. შეძლო პროექტის ფარგლებში მასწავლებლის მიერ მიცემული დავალებების შესრულება, იცის რა სარგებელი შეუძლია მოუტანოს რობოტმა ადამიანებს, კარგად მოახდინა მათი განზოგადება, სხვა ცხოვრებისეული ამოცანის გადაჭრა საკუთარი დამოუკიდებელი იდეების საფუძველზე. არ დასჭიროებია დახმარება პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციების ნავიგაციისთვის, ტესტირება შესაძლებელი იყო მთლიანი კოდისთვის. რჩევა, რომელიც უნდა მიეცეს მოსწავლეს. კარგია, შენ გესმის განსახილველი საკითხის არსი, გაიაზრე დავალების პირობა, კარგად, შესანიშნავად დაწერე იმ დავალების შესაბამისი კოდი, რომელიც მოცემული იყო პროექტში და მოახდინე მისი ტესტირება. მსჯელობ ლოგიკურად, შესანიშნავად ახდენ შენი ან სხვისი იდეის შესაბამისი კოდის დაწერას, პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციების ნავიგაციას და მის ტესტირებას. ასე გააგრძელე, არ დაგეზაროს შრომა, რათა კიდევ მეტად გაერკვე დაპროგრამების საქმეში. სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა ამ პროექტთან დაკავშირებით. უღრმესი მადლობა მინდა გადაუხადო პროექტის ორგანიზატორებს, კონფერენციის ორგანიზატორებს. რათა ასეთი საინტერესო ნამუშევრები წარმოგვიდგინეს და გვაძლევს საშუალებას გაუზიაროთ ერთმანეთს ასეთი ჩვენი სამუშაო გამოცდილება. ძალიან კარგი პროექტები მოვისმინე და მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ყველა გამომცვლელს იმისთვის, რომ გაგვიზიარეს თავიანთი ნამუშევრები და თავიანთი მოსწავლეების ნამუშევრები. დიდი მადლობა ყველას, განათლების სამინისტროს, ჩვენს ექსპერტებს, განუყოფლივ ყველას, ვინც მუშაობს ჩვენთვის, ამდენ რესურსს გვაწვდის და არ ვიცი, ნამდვილად ვერ დავიჩილებთ იმით, რომ რესურსები არ გვაქვს. გვაქვს ძალიან ბევრი რესურსი, მზა რესურსები და წარმატებები მინდა ვუსურვო ყველას.